მოგესალმებით ულამაზესი ამსტერდამიდან ეს პირველი ქართული მოტოლოგია მე სუპერსკინი ვარ და დღევანდელ ეპიზოდში გიამბობთ ჩემი თვალით დანახულ ამსტერდამზე დღევანდელი ეპიზოდი ვერ შედგებოდა ვიაზრებ ამსტერდამის ისე მონახულებას, რომ შეძლებს დაგვარად მეტი სიამოვნება და გამოცდილება წაიღოთ აქედან. პირველ რიგში გეტყვით, რომ თუ Google-ში მოძებნილი ატრაქციონების ნახვა გინდათ, ამას პირველივე დღე დავუთმეთ, რომ შემდგომ უკვე მაგფარდის მიღმას დაიწყოთ აქაური რეალობის ათვისება და შეწოვა. ამას იმიტომ ამბობ, რომ თუ აქ 3-4 დღის ჩამოხვედით და ისიც მხოლოდ სუპერტურისტული ადგილების ნახვაში გაატარეთ, ვფიქრობ ყველაზე მთავარი გამოგრჩებათ აქ ყველაფერი ფერადი, ლამაზი და თვალის მომჭრელია და ვფიქრობ, რომ საჭიროა გვესმოდეს, რომ ლეგალური მოსაწევი მხოლოდ 5%-ია იმისა, რაც რეალურად აქ ხდება. ჩვენი როგორც ტურისტები შეიძლება იდეალური არა, მაგრამ ტურისტული ატრაქციონების ერთ დღეში მოვლა, აი ასეთი გამოგვივიდა. ერთადერთი მოტოციკლეტი, რომელიც ჯერჯერობით ნახე ცენტრალურ უბნებში. ამსტერდამში ძალიან ხშირად ცრის, ბოლომდე არ დასველდებით, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელია, ამიტომ დაგჭირდებათ პონჩო და ამასობაში მოვედით ცვილის ფიგურებში, ნახოთ როგორი იქნება. ყველაფერი ყოველთვის დაგეგმეთ წინასწარ და შეიძინეთ ონლაინ, მაგალითად უნდა აქაური ბილეთები, მე რატომღაც ვერ შევძელი ავტორიზაციის გავლა, რის გამოც მომიწია მაინც რიგში ჩადგომა, თუმცა არც ერთი რიგია, ნახოთ როგორი იქნება. Your moment has come. Step into the spotlight. Okay. ელექტრონული მუსიკის ტრაგედია ხალხი. მაიკლს იმდენად უცნაური გარემოება ჰქონდა, რომ ძალიან რთული მისახვედრი არის ეს თვლია თუ მართლა გაიმეორება. ეს სამწუხაროდ ვერ მივხვდი ვინ არის, მაგრამ სამაგიეროდ აი ამას ალბათ ყველა კარგად ვიცნობთ. ერთხელ ჩამოდიქარ, უმეტეს ბავშვებთან ერთად მინიმუმ ერთხელ მაინც აქ უნდა მოხვიდეთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით პატარები არ დარჩებიან უკმაყოფილო ამ საოცარი სანახაობით. ნახეთ, ცვილის ქანდაკებები ვიგატავეთ უზარმაზარი შენობის სახურავიდან გადმოკიდულ საკანელაზე და ბოლოს საწავიდოდით თუ არა Red Light District-ზე, რომელიც რა თქმა უნდა კადრში ვერ მოხვდებოდა. გარდაღება გარდა იმისა, რომ აკრძალულია, ალბათ 18+ ვიდეო გამოვიდა და შესაბამისად უნებრივი არის, რომ Red Lights ამ ვიდეოში ვერ ვნახავთ. იმისთვის რომ მოვხდეთ აი აქ, მანამდე უნდა წავიდეს აი ეს.
ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ მეორე დღეს აუცილებლად დაგეგმოთ free walking ტური, რომელიც სინამდვილეში უფასო რა თქმა უნდა არაა, მაგრამ გაცილებით უფრო მეტის მომცემია ვიდრე რასაც მასში გადაიხდით. პრინციპი ძალიან მარტივია. ყველა ქვეყანაში მსგავსი პირობა მოქმედებს. რეგისტრირდებით წინასწარ ფეხით სასიარულო ტურზე და დასრულებისას თავაწყვეთ რამდენი გადაიხადოთ მიღებული სერვისისათვის. თუმცა ჩვენი მეორე დღე ისეთი ღონისძიებით დაიწყო, რომ ამის მეტი ფიზიკურად ვერაფერი ვეღარ ჩაეტეოდა. მეორე დღეს ამსტერდამიდან ასენში წავედით, რომ MotoGP-ს რბოლას დავსწრებოდით. მართალია კვარტარა რომ იმედი გაგვიცრუა და პოზიციები როგორც თავიდანვე გადანაწილდა, ფაქტიურად 26-ვე წრე ისე გაგრძელდა. უცვლელად შენარჩუნდა ჩვენ და სამწუხაროდ. ვაიმე, კვარტალს აქვს 2, ანუ ლარში იგებს ზემოდან ლარს რა. ანუ ყველაფერი საშინლადაა, ხო? ყველაფერი საშინლადაა, ანუ. ხო, ანუ იმისთვის ბასტიანინისთვის ძალიან ცუდადაა საქმეები. რა იქნება, რა გვეშველება, რა გაკეთდება? იმან უნდა მოიგოს რა შენთვის. კვარტარა რომ კი შევხედოთ რა გამოვა, მოკლედ ქართული დელეგაცია მივემართებით ღონისძიებაზე. ნახოთ რა იქნება. იმედი არ დავაგვიანოთ. ქართული დროით კი მივდივართ ისე, ხო? მომელია. ისე ამან მივასწრებთ ამერა. ან მივასწრებთ ამერა. რო ვთხოვოთ ცოტა გვიან რო დაიწყონ. ბისმიერის რა. ხო, ამიტომაც აი მარტივად. ესპა. ეს მომეწონა ძალიან სხვათა შორის ძალიან სქელი საბურავი. რა ქვია? ქოუს დაუნპილის საბურავი. დაახლოებით 2 საათი დაგჭირდება, იმიტომ რომ ასენი არის ოდნავ მოშორებით ამსტერდამიდან. აბა როგორი განწყობა გაქვთ მეგობრებო? მაგარი დაღლილი სახეებით კი ვართ წარმოდგენილი დილიდანვე. დავტოვე და იქ ქართულად რომ უთხრა, რომ აი ქართული ვარ და მიხარია ქართულად. წავიდა რა. რაც ისეთი არაფერი. ნუ იდე ფარუყო ისეთი ისტორია რომ გადაიქცა. დამახარჯინა ნახევარი ელემენტი. მე ვստილობ რომ ეს ვიდეო გამოვიდეს ძალიან ბუნებრივია და რაღაცები მოყევით, რამე თუ გაახსენდებათ. რამე კურიოზ ხო ვერ გაიხსენებდით. მე კურიოზი. ა გუშინ იყო კურიოზები. და მე ვართ როსტოვში. გეუბნები ეს ელემენტს მახარჯინებს ყურა. მე ძალიან ჩამოგრიალდით ასენში, ამასობაში კი გახდა პირველი საათი. დღეს აბსოლუტურად ყველა ავტობუსი არის პირველი ნომერი, ანუ აქ რაც მოდის ყველაფერი მიემსახურება, მოკლედ იმას რომ მიიყვანოს ხალხი ტრეკამდე. Thank you. წამოიღო ხო ნეუნება? იო ავიღოთ რა. ჩაჭერები იქნება. ყველას რო 46 აცვია. ვალენტინო როსი არის ამ სპორტის მაიკლ დოქტორი. სამაგარია იმის გააზრება, რომ ამდენ ადამიანს აინტერესებს აი ეს ერთი გართობა და ამის ირგვლივ არის შეკრებილი აი ყველა. იმმა კარიერა დაამთავრა, წავიდა და მაინც ყველაზე ბევრი რაღაცა აქ რო იყიდება. დავულავდე საკმაოდ. მერეც გვექნება ამის ყიდვის დრო იდეაში. Hello, can we pay cash? Yeah, sure. Okay. We love cash. Yeah, the card machine doesn't work really well. Okay. Well, I didn't know that. That's a surprise for me. Yeah, I didn't know. თბილისში მგონი ფეხბურთზე არ მოდის ამდენი ხალხი, ხო? რა თქმა უნდა მოტული ყველა. ბავშვს არ უნდა MotoGP სახში უნდა და აწვალებენ და ძალით აყურებინებენ ყველას ვალენტინო როსის ანკეტი ახურავს ან მაისურიაც.
gaat hij daar netteloos het circuit of gaat hij er overheen? Nou, we gaan het meemaken de komende 45 minuten. Just 1.5 minutes left before we start with the warm-up lap. And if you got a hand with the Dutch flag on it, maybe you say goodbye and good luck for all the riders on. Op zijn Yamaha M1 een 1.32.603 en dat is 0,3 sneller dan zijn twee voorgangers Espargaro en Bagnaia. Quartararo lijkt aan te zetten, goed gevoel te hebben, de banden optimaal nu naar zijn werkniveau te krijgen. Ze drukt direct bij Aleix Espargaro, want we hebben het gezien dat vooral Quartararo een heel goed ritme te pakken heeft in de trainingen. Dus het is de verwachting om te zien wie dat tempo gaat volhouden. Francesco Bagnaia kan zijn voorsprong niet afbouwen. The gap on start finish was 1.3 seconds. And they come again through the GT4 on start finish. Let's see what it is. Richting de Geertimmer. Dan zal hij zich goed voelen op zijn favoriete circuit, Francesco Bagnaia. Vertrokken vanmiddag om 2 uur en hij gaat hier de titel. Quartararo is now 21 points. We have a winner in Pecco Bagnaia and the rookie Marco Bezzecchi is second. Maverick Vinales is on pole. De MotoGP Francesco Bagnaia van het certificaat. En hij zet de punten in de pocket. En die kan hij goed gebruiken, want hij stond op de 6e plaats in Preston bijvoorbeeld ook in Duitsland vorige week nog, maar was al 2 wedstrijden. Dit is nummer 3 voor Francesco Bagnaia. Van auch bei der Rost immer noch hier ist. Leute von Pfeiler, der Ausgleich, heute natürlich leider.
ეს რიგი ბუნებრივი არ მთავრდება. 999 არის, აი მოდი ვიდეოთ თემაზე არის თუ არა ეს მოტო თავისი წლოვანებისთვის ყველაზე ლამაზი ბაიკი. ZX-ი ძველი. ZX-10-ერი ფრთებით. აუ რა ლამაზია, ბიჭო, რა კაია. ყველაფერი. მონსტრი 690 KTM-ი, აუ აი. რა ვიცი, აბა. ნახეთ ვინ გაიჩიტა ბიჭო. ნინჯა 300 საყვარელი. მასიურად ჯდება ხალხი მოტოებზე და მიდიან სახში. მოტოი არის შემდეგი ღონისძიება, რომელსაც როგორც ვატყობ დაესწრება ალბათ ნახევარი იმ რაოდენობისა, ვინც იყო მოსული. აუ რა ენაულება, კარგი გზაო, დუკატი. RS-ი უეჭველი იქნება სადღაც რა. აი უეჭველი იქნება ერთი ცალი. აჰა. ZX-ი ვიპოვეთ დიდი 1400-იანი. საკმაოდ ისე რა ლამაზი მოტო, დიდად არ მიყვარს მაგის დიზაინი. აი რა ლამაზი არის კიკინიანი რაიდერი ქალი. კონი ხალს გაცლებით მეტად უხდება ზოგადად მოტო ვიდრე კარი. ის მოტო რასაც ვეძებ არ ჩარჯერჯერობ. უეჭველი იქნება ვიღაც კავასაკების საძმო მოსულა ერთად. აუ და კიდე ძალიან უცნაური არის ის რომ ვაკვირდები ასაკი საშუალო მაყურებლის არის აი ალბათ აი რავი 45 წელსზე კავასაკი ZX-ები მიყოლებული აი მოკლედ ვირს რა ერთხელ მაინც უეჭველი უნდა დაესწრო ამ ღონისძიებას. ბევრი რაღაცა არის ეგეთი ერთხელ მაინც რომ უეჭველი უნდა ქნა და ერთ-ერთი ნამდვილად არის ეს. დიდესი ადრენალინი იყო ამ ხალხის ცოცხლად ნახვა და ეს დაუწყარი ემოციები ისე ჩაიბეჭდა ტვინში რომ აი აუცილებლად ჩემითაც წავალ სამომავლოდ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტრეკზე რომ იგივე ემოციები შევიგრძნო სხვაგანაც, იმიტომ რომ ეს ალბათ ძალიან პატარა ნაწილი არის იმისი, რაც ზოგადად MotoGP სამყაროში ხდება. უცხო ქალაქში სამოგზაურო ჩასვლისას ყველაზე კარგი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის პირველი ადგილობრივი SIM-კარტი და ინტერნეტის ყიდვა, რომ Google Maps-ით სწორი მიმართულებების შერჩევა შეძლოთ ხოლმე და მეორე ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის ულიმიტო ბარათის შეძენა, რომელიც საშუალებას მოგცემთ რამდენიც გინდათ იმდენი გზავროთ მეტროთი, ავტობუსით და ტრამვაით. ეს სამი ტრანსპორტი სრულად ამოწურავს იმ მოთხოვნებს, რაც შეიძლება აი აქ გადაადგილებისთვის გაგიჩნდეთ, რომ დაგჭირდეთ. ნუ ტაქსი შედარებით ძვირია, მაგრამ თუ ოდნავ მაინც დაუკვირდებით, უმარტივესად და უსწრაფესად აუღებთ ალღოს, როგორ მუშაობს აქაური სატრანსპორტო სისტემა. ეს ლონდონი არაა, ლონდონის მეტრო არაა. ასევე გაჩერებებზე ნახავთ საინფორმაციო ბოქსებს, სადაც შეგიძლიათ იკითხოთ ამადამ გაჩერებაზე რა ნომრით მოხვდებით. ანუ ჩვეულებრივი ადამიანი დაგვხვდებათ ფაქტურად ყველა გაჩერებაზე, რაც დავაკვირდი, ვისაც შეგეძლებათ რომ პირადად კითხოთ და ისიც პირადად გიპასუხებთ, როგორ მოხვდეთ სადმე თქვენთვის სასურველ გაჩერებაზე თქვენი ულიმიტო ბილეთით. ცენტრალური სადგური და გზის გადმოღმა. აი ეს შენობა, სადაც შეძლებთ რომ იყიდოთ ასეთი ბარათი, რომლითაც ივლით ულიმიტოთ 7 დღის განმავლობაში ამ ბარათის ღირებულება იყო 37 евро. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გართობა უმისამართოდ სიარული აქეთ ეკეთი. პასით, მეფზე რა თქმა უნდა უყურებს, სადაც მივდივართ და თუ არ მომეწონა ჩამოვა. ნახოთ სად წაგვიყვანს ჩვენი ტრამი. წინასწარ არ მაქვს ამ შეძლების დაგვარად, არ მაქვს განსაზღვრული სად ვაპირებ წასვლას, რომ რაც მომეწონება თავისით, თავითვე იყოს ესე აღმოჩენილი შემთხვევით, როგორც მაგალითად აღმოჩნდა Scoop of Life-თან, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მოკლედ ორი რამ იყიდეთ დასაწყისში: SIM-ბარათი, ადგილობრივი ინტერნეტით და სატრანსპორტო ულიმიტო ბარათი. ასევე თუ ორი კვირიდან მეტი წამოხვალთ, შეგიძლიათ რაიმე საკმაოდ იაფიანი ველოსიპედიც იყიდოთ, რომელსაც აქ ყოფნისას არანაკლებად კომფორტულად და ეფექტურად იხმართ და წასვლის წინ სადმე აი უცბად მიაყიდით, ფლიმარკეტზე დაუტოვებთ ვინმეს ან მაღაზიაში ჩააბარებთ საკმაოდ იაფად
რომ გაყიდოთ რა რეალურად, ანუ იყიდოთ და წასვლის დროს გაყიდოთ, რომ გადაგდება არ მოგიწიოთ ამ ტრანსპორტის, გამოვარო საკმაოდ იაფად იქირავეთ აკაურობისთვის ველოსიპედი. ასევე შეგიძლიათ რა თქმა უნდა იქირავოთ უბრალოდ გაქირავების სერვისიც საკმაოდ ბევრგანაა, სადღაც 5-დან 10 ევრომდე მერყეობს დღის ფასი ველოსიპედის ქირავებისათვის. ველოტრანსპორტი ზოგადად აქ პირველი პრიორიტეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ თუ რაიმე ხდება, მართალი ყოველთვის ველოსიპედია. შეიძლება ცოტა ვამახინჯებ ფაქტებს და ვაზვიადებ, თუმცა აი რანაირადაც არ უნდა შევხედოთ, საბოლოოდ მაინც ესე გამოდის და ჩემი აზრით ეს ცუდი ნამდვილად არაა პირიქით. ამის ხარჯზე აქ ნახავთ მინიმალური რაოდენობის მანქანას, საკმაოდ ბევრ სკუტერს, მოპედს და მოტოს და უამრავ ველოსიპედს. და ქალაქში სიარულისას რკინის და ნამწვის სუნით, რა თქმა უნდა, არ შეგაწუხებთ. გარდა იმისა, რომ სუნის შეწუხებაზე არის ლაპარაკი, ასევე ჯანმრთელობაზეცაა საუბარი ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს გამონაბოლქვი საკმაოდ ბევრი დაავადების დასაწყისია ხოლმე, როგორც წესი. Excuse me, can I use this one in this lane? I think so. Okay, thank you. გაგიკვირდებათ და როგორც ქარი, აქაც ნიუს სკუტერები ყავთ და აქ არ ვიწუწუნებ იმის სიხისტეზე, როგორც ეს თბილისში ვქენი, რადგან აქ ისეთ აქეთ დადიან. აქ ისეთი ასფალტია, როგორც სინამდვილეში უნდა იყოს ყველგან გზისაფარი, ანუ საკმაოდ ადეკვატური გზისაფარია, ამიტომ ნიუს სკუტერის აქტარება გაცილებით რბილია, გაცილებით რბილად იგრძნობა ეს ტრანსპორტი აქ ვიდრე ჩვენთან. და ეხლა ვანალიზებ, რომ თურმე ნიუკი არ არის ქვასავით ხისტი, არამედ ჩვენთან არ არის უბრალოდ შესაბამისი გზა, რომ ამ სტანდარტს მოერგოს. კიდე ერთი ვარიანტია, რომ იქირავოთ სკუტერი დღიურად, საშუალოდ, რა ვიცი, 30-40 ევროს ფარგლებში. ამისთვის რაიმე ტიპის მართვის მოწმობა დაგჭირდებათ და 250-დან 300 ევროს დროებით მათთვის დატოვება, გაყინვა. ეს ერთგვარი თავის დაზღვევაა გამქირავებლის მხრიდან და ნუ ყველა ქვეყანაში და ყველა გაქირავების სერვისში ასეა. თუ რამე დაზიანდა რომ უბრალოდ რაღაცა ავანსად გქონდეთ. ასევე შეგიძლიათ იაროთ ფეხით, აქ ცენტრალური ნაწილი იმდენად ლამაზია, რომ თვალიერებაში 1 საათი ისე გადის ხოლმე, რომ აი რამოდენიმე კილომეტრს ისე გავივლი ხოლმე, რომ ფაქტიურად ვერც ხვდები. და დღის ბოლოს რომ დავხედავ ხოლმე საათს, მერე ვაანალიზებ, რომ თურმე 30-35,000 ნაბიჯი მივლია. იცით რომ ყავისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ფაქტიურად მიჯაჭვული ვარ. თუ სადმე მიდივარ, პირველ რიგში ვკითხულობ რა ენაზე საუბრობს ეს ხალხი, მე ინგლისური თუ იციან, რომ თუ სხვა ენაზე საუბრობენ, ისეთზე რომ მე არ ვიცი, ინგლისური თუ იციან, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია შეგვიძლო და შემდეგი არის ხოლმე რა ყავას სვავენ, იმიტომ რომ ეგ ძალიან ბევრს მეუბნება იმ ხალხზე, რა ყავასაც სვავს ხალხი, მაგითი ხვდები რა ხალხია. თავს ვერ დავდებ, რომ ეს საუკეთესო წერტილებია ყავის გასასინჯად. მაგრამ სადაც ვიყავი და აშკარად ბევრგან ვიყავი, მე ყო იმაში რომ ასე ვთქვათ დარწმუნებული ყავი, რომ აქ ეს კულტურა ნამდვილად არის და ეს გასაკვირი ბუნებრივია არა, რადგან ფაქტიურად ბევრი სხვადასხვა კომპონენტით თუ ვიმსჯელეთ, დედამიწის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წერტილში ვართ, ფაქტიურად ეპიცენტრში ვართ. დასაწყისშივე გავამიჯნოთ ერთმანეთისგან Starbucks-ი და კაფეები, სადაც ეგრეთ წოდებული specialty coffee აქვთ. ბევრისთვის შეიძლება ამორს შორის არანაირი სხვაობა არაა და ეს ნორმალურია, მაგრამ ნამდვილი ყავის მოყვარულისთვის Starbucks-ი ამ სფეროს fast food-ია, McDonald's-ია, ჩათვალეთ. ნუ კი, გემრიელია, რა თქმა უნდა და ზოგჯერ მხოლოდ ეგ გინდა, როგორც McDonald's-ი, თუმცა ნუ ფაქტიურად fast food-ია რა ყავის და როგორც ბიზნეს მოდელი ემსახურება მსოფლიოს ყველა წერტილში იდენტური გემოს შენარჩუნებას და აქვს ნუ 1000-ნაირი ნაირსახეობა, ყველანაირი სიროფის დამატების საშუალება და რაც თავარია, წარწერა შენი სახელით წასაღებ ჭიქაზე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მშვენიერია. მოკლედ სიროფები და შაქარი ისეთივე ვანდალიზმია ყავაში, როგორც კოკაკოლას და ღვინის ერთმანეთთან შერევა დაახლოებით. ნუ ვიცი რომ გემონების ამბავია და შეიძლება ბევრს არ მოგეწონოთ ის რაც მე მომეწონა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ალბათ ამ ვიდეოს ისეთი ხალხიც უყურებს, ვინც წელს გეგმავს აქ ჩამოსვლას და ამსტერდამის მონახულებას და მე სიამოვნებით გაგიზიარეთ იმ ადგილებს, სადაც მინიმუმ კარგი ან ძალიან კარგი ყავის დაგემოვნებას შეძლებთ ჩემი აზრით. ანუ ბევრგან ვიყავი, უბრალოდ რაღაცები მომეწონა, რაღაცები არა, რაც მომეწონება ჩაждდება ამ ვიდეოში. ბოლო პერიოდში კაპუჩინოზე ვარ მიჯაჭვული და დილეტანტობა არ მიწყინოთ, ვიცი რომ ესპრესოთი ხდება ყავის შედარება ერთმანეთთან და ზოგადად ყავის დეგუსტაცია, მაგრამ მოკლედ ეპიზოდში ისე კაფეები იქნება ჩასმული, სადაც არ მომერიდება, ასე ვთქვათ, თქვენი გადამისამართება უგემრიელესი კაპუჩინოს გასასინჯად. პირველი გაჩერება School of Life-ის ცნობილი არხი არის ალბათ ბევრმა ისიც დაუყურებთ ხოლმე. კაფე, საჩუქრების მაღაზია, არც იქით სივრცე სელექციებისთვის და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან საინტერესო ადგილი. ნახოთ როგორი იქნება. კაფეჩიტო, არ ვიცი როგორ კითხულობენ, მაგრამ საოცარი დიზაინი, მინიმალისტური ყველაფერი.
პინი რა თქმა უნდა ლოკაციის იქნება მითითებული აღწერაში, თუმცა მოკლედ რძე არის ძალიან უცნაური გემოსი და ძალიან მომწონს. ჯერჯერობით საუკეთესო ყავა რაც აქამდე დავლიე აქ. კიდევ ერთი ესპრესო ფაბრიკ, ულამაზესი ნახატით. აქაც ძალიან გემრიელია ყავა, წამოსაღებად შეუკვეთე, შიგნითაც ძალიან ლამაზია, შედარებით მოშორებით არის ცენტრისგან, თუმცა ჩემი აზრით ერთ-ერთი საინტერესო წერტილი შესამოწმებლად გასასინჯა დაქაური ყავის. შემდეგი გაჩერება რუმბაბა, საკმაოდ პატარა სივრცე, გავსინჯოთ როგორი არის რუმბაბა, ულამაზესი ნახატი. სინამონ როლის აჭუქრად უძმესი ბარისტასგან, რომელიც წავიდა აღარ ჩანს. არის რაღაც ადგილები, სადაც შემთხვევით აღმოჩნდები ხოლმე და უბრალოდ ძალიან მოწონს ვიზუალურად და შიგნით შევდივარ და მე რაც იქნება შიგნით იქნება. აქ წინასწარ დავუგლე და ისე მოვედი და არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ყავა, მიუხედავად იმისა, რომ ნახატი ძალს არის გემო აქვს აქედან პოს. Born in Sydney, raised in Brooklyn, roasted in Amsterdam. Ატომაცარა. აენაღლებად. პირველი რასაც ყველა აკეთებს არის ვან გოგის მუზეუმში და სხვა ცნობილ მუზეუმებში წასვლა და ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ასეთია. თუ მართლა პატივცემთ ვან გოგის შემოქმედებას, თუ ახლა Google-ის გარეშე მაგალითად გახსენდებათ მისი მინიმუმ 3 ნამუშევარი, იცით მისი ისტორია და ამსტერდამში თქვენი ყოფნა წარმოუდგენელი არის მისი მუზეუმის მონახულების გარეშე, რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა წახვიდეთ. სხვა შემთხვევაში აი ვან გოგის მუზეუმის რიგში ჩადგომა, რომელიც საკმაოდ დიდია ხოლმე, როგორც წესი, ძალიან დაემსგავსება დონატების რიგში დგომას, როცა თბილისში პირველად შემოვიდა დანქინი, ალბათ ყველას გახსოვთ. ეს ალბათ რჩევა და ვისაც რა უნდა იმას იზავს, ბუნებრივია, მაგრამ როგორც წესი, ხელოვნების ნებისმიერი დარგის მოყვარულთა და მოხმარებელთა 90% მხოლოდ სელფის გამო მიდის მუზეუმში და ასეთ ბილეთში გადახდილი ფულიც გადაყრილი მგონია. ისედაც ცხოვრებისეულადაც დამიჯერეთ არაფრის მომცემი არ იქნება. I cannot drive here, this one? Where you go there? You go there, the bridge? Okay, so there's no restrictions, there's camera. Okay. Thank you very much. 150 euro. Okay. წაკითხული არ გაქვს და არასდროს არ დაინტერესებულ ხართ რა არის ასეთი დიდებული ამ ადამიანში და მის შემოქმედებაში თუნდაც სხვა არტისტების იქიდან მარტო იგადაღებული რამოდენიმე ფოტოთი გამოხვალთ და არაფერი არ შეიცვლება, ასე რომ ნება თქვენია, პირადად მე მივხვდებოდით, რომ ვან გოგის მუზეუმში არ წავედი, თუმცა რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, თანამედროვე ხელოვნება მაგ უფრო მეტად დამაინტერესა. რა ვიცი, თუ განვითარდები როდეს მე იქამდე და როცა განვითარდები, იქამდე ვან გოგის მუზეუმში მე აუცილებლად წავალ და იმედია არ მიწყენს ვან გოგი, ეს შენობა არსად არ გაიქცევა. ყოველთვის მექნება ამის შანსი, რომ როცა გადავწყვეტ, მივიდე და ყველაფერი ვნახო. აქ კიდე უკვე მეორეჯერ გამიმართლდა მოლოდინები და გრძნობ რომ აშკარად კიდე ხშირად ჩამოვა. ეპიზოდის დასასრულს დიდი მადლობა მოდულს და უიწყარი თავგადასავლისთვის და რა თქმა უნდა თქვენ არხის გულშემატკივრობისთვის. არ მოიწყინოთ, შევხვდებით ძალიან მალე უკვე პარიზში, შემდეგ ეპიზოდში. დროებით.